დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი გადამწყვეტი პენალტის ავტორმა ნიკა კოკოსკირმა 33 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა დაასრულა. ეროვნული ნაკრების ცნობით კოკოსკირი ნაკრების სამწვრთნელო შტაბს შეუერთდება. მან ზუსტი ისტორიული დარტყმა საბერძნეთის ნაკრების წინააღმდეგ შეასრულა, რის შემდეგაც საქართველომ ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება პირველად მოიპოვა. ძალიან დიდი პატივი იყო მეტარებინა საქართველოს ნაკრების მაისური 60 მეტრ შეხვედრაში და რა თქმა უნდა ყველას ვიშვენთვის საოცნებო ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობის მიღებულად და იქ გასვლა. ფენერბახჩემ ჟოზე მოურინიო მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დაითხოვა. კლუბმა აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ფენერბახჩე ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ვერ მოხვდა და ბენფიკასთან 2 მატჩიან დაპირისპირებაში დამარცხდა. პორტუგალიელი მწვრთნელი ფენერბახჩეს 2024 წლიდან ავარჯიშებდა და კლუბისგან კონტრაქტის ნაადრევად გაწყვეტის გამო კომპენსაციის სახით 15 მილიონ ევროს მიიღებს. როდრიგო მადრიდის რეალში რჩება. ამის შესახებ ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში დაწერა. წინ მე-16,000-ისკენ წერს ბრაზილიელი ფეხბურთელი. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ როდრიგოს ტრანსფერით მანჩესტერ სიტი იყო დაინტერესებული. გიორგი გველესიანი კარიერას ისევ ირანის ჩემპიონატში გააგრძელებს. საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრალური მცველი სეპაჰანის ღირსებას დაიცავს. 34 წლის ფეხბურთელი აღნიშნულ კლუბში 2019-22 წლებში თამაშობდა, სადაც 77 შეხვედრა ჩაატარა და 10 გოლი გაიტანა. შემდეგ კი პრესპოლიში გადავიდა. ბედნიერი ვარ სეპაჰანში დაბრუნებით. ჩემი მიზანია ტიტულის მოსაპოვებლად მაქსიმუმი გავაკეთო, თქვა გველესიანმა.